გამარჯობა, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს ეთერშია ჩემი საავტორო გადაცემა სტუმრად მაკაბრეგაძესთან, რომელიც ყოველ კვირას გადის საღამოს 8 საათზე. მე როგორც ყოველთვის მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებლებს, თუ როგორ უნდა ნახოთ და სად უნდა ნახოთ ჩვენი გადაცემები. მაგთიზე ნომრით 46, სილკნეზე ნომრით 259, ვართ ასევე მაი ვიდეოზე, გვაქვს სოციალური ქსელები Facebook და YouTube გვერდები, სადაც ჩვენი საავტორო გადაცემები იტვირთება. ასევე ვართ ახალ ქსელებზე ნომრით 292 და რა თქმა უნდა ვართ 24 საათიანი მაუწყებლობით, სადაც ყველა ქვეყანასა თუ ქალაქში გვიყურებთ, რადგან სატელიტური მაუწყებლობითაც გავდივართ. სტუმრად მაკაბრეგაძესთან ისევ თქვენ სამსახურშია და დღეს მყავს ძალიან საინტერესო, ყველასათვის საყვარელი სტუმარი. მე მაინც რა თქმა უნდა იცნობთ ძალიან კარგად, მაგრამ მინდა მაინც წარმოგიდგინოთ. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, ჰომეოპათიის აკადემიის პრეზიდენტი ქალბატონი თინა თოფურია. მოგესალმებით ქალბატონი თინა. დიდი მადლობა მოგზანებისათვის. ყოველთვის მიხარია თქვენი სტუმრობა, საინტერესო თემებით ხართ ყოველთვის ჩემთან გადაცემაში. დიდი მადლობა მოწვევისათვის. ეს უჩვეულო სიტუაციაში ვარ, არა მაქვს ჩემი გადაცემა, ვარ შენთან სტუმარი, რა. დიდი მადლობა. მოდით, დიახ, ხა მაყურებელს მინდა ძალიან საინტერესო ფაქტის შესახებ ვუთხრა. აქ ჩვენ გვაქვს ხელთ წიგნი, რომელიც არის ძალიან საინტერესო, მე ესე ვიტყოდი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირობროტო საკითხებზე, ესე ვთქვათ, ეს წიგნი. მოდი მაინც წაგიკითხავთ. წიგნი ეხება რას? ზოგი რამ აცრების, ვაქცინების, იმუნიტეტის, პანდემიების, ბიოიარაღის, კოვიდის და ჯანმოს შესახებ. და 7 მილიარდი ადამიანის გადაწყვეტა გადაშენების სატანისტური გეგმების შესახებ. მე მგონი სათაურები თვითონ აი რა თემებიც არის აი ამ წიგნში თავმოყრილი, ძალიან დაგაინტერესებთ. და პირველი კითხვა მაინც მინდა ქალბატონი თინა დავიწყოთ იმით, რომ როდის გამოეცით ეს წიგნი, რაზეა მაინც საუბარი, ხა კი წავიკითხე, მაგრამ მაინც რას აპირებს ჯანმო, ამაზე რომ ვისაუბროთ და წიგნთან დაკავშირებით, რომ ორიოდე სიტყვით ჩვენს მაყურებელს უთხრათ. ისი რა თემებია კიდევ ამ წიგნში თავმოყრილი? 30 რიცხვში იყო პრეზენტაცია. ჩემი არ არის ეს წიგნი, ეს არის ვინმე იაკობ ლეჟავასი. ეს არის ექიმი, პროფესორი, ასაკოვანი კაცია, ძველი სკოლის წარმომადგენელი, ანუ იმ ექიმთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც დაეჯერება. ვისაც ტვინი უჭრის, აქვს განათლება, ანალიზის უნარი, იცის ენები, იმიტომ რომ ამერიკაში ცხოვრობდა რაღაც პერიოდში მოღვაწეობდა და მას ჰქონდა წვდომა ძალიან ბევრ მასალასთან, რომელთან წვდომა ჩვენ არ ჰქონდა. და ბევრი სიახლე ჩემთვისაც არის, დოკუმენტურ ფაქტებზე არის აგებული ეს წიგნი. ანუ ეს არის წიგნის შეხსენება ძალიან დროულად გამოვიდა, იმიტომ რომ ეს არის შეხსენება რა გადავიტანეთ. და აქედან გამომდინარე, უნდა გავაკეთოთ იმის პროგნოზირება, რა გველის და როგორ დავუდგეთ ამას ყველაფერს წინ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს წიგნი ყველამ უნდა წაიკითხოს. ახლა ვიღაცამ წერდა Facebook-ში პრეზენტაციის მერე, რომ რა საჭირო იყო ეს წიგნი, ჩვენ იცოდეს ყველაფერი ვიცით. ჯერ ერთი სამწუხაროდ ყველაფერი არ ვიცით. ჯერ ერთი არ ვიცით, მეორეც ყველამ არ იცის და მესამეც ხალხს მეხსიერება აქ ადამიანს ძალიან თურმე მხანმოკლე. ბევრს არ ახსოვს და ბევრს არ ჯერა, რომ ჩვენ კიდე ჯანმო და ბილ გეიტსი და აი ეს გლობალისტები რაღაცას გვიმზადებენ. ჩვენ კი არა კონკრეტულად კაცობრიობას. ეხლა ისინი რომ ესე არ მოისვენებენ, ეს ფაქტია, ხო? და აი ამის Facebook-ზე დავდე ეს ისა ვიდეო მაქვს დადებული ჩემ გვერდზე, რამდენიმე დღის წინ ბილ გეიტსი და ესეთი ორგანიზაცია არის გავი, ქვია აბრევიატურა არის გავი. ეს არის ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელიც ეკუთვნის ფაქტიურად ბილ გეიტსს. და ბილ გეიტსი და აი ამ გავის დირექტორი ქალბატონი სხედან ინტერვიუს იძლევიან ინგლისურ ენაზე. და ეს ხალი ამბობს, რომ ჩვენ ახლა ვაპირებთ აცრების ძალიან დაჩქარებული ტემპით გაკეთებას, ვიწყებთ მეხუთე რაუნდსო ამ აცრების და გარდა იმისა, რომ ბავშვები უნდა ააცრათ, უნდა მოვიცვათ მაქსიმალურად მთელი კაცობრიობა. რაში გამოიხატება, რომ დამშვიდების მიზეზი საბაბი გვაქვს, მე არ ვიცი. ეხლა მართალია, რომ ამერიკაში ძალიან დიდი ცვლილებებია, აი რობერტ კენედი უმცროსი, რომელიც დანიშნა ტრამპმა ფაქტიურად ჯანმრთელობის მინისტრად, უფრო სხვა სახელი აქვს იმ თანამდებობას და მას ჩააბარა თავისი პროგრამა მაჰა ქვია. ასის აბრევიატურა არის გავხადოთ ამერიკა კვლავ ჯანმრთელი, ესე ქვია. და აი ამ კაცმა კენედიმ გადატრიალება გააკეთა მედიცინაში.
აი რამდენიმე დღის წინ თუ არის, მე მგონი საინტერესოა რომ გავშეფოთ ხო რა ხდება. რა თქმა უნდა, მაყურებელს მაქსიმალურად მივაწვდით. ხო, ამაზე არავის არ უსაუბრია. 22 რიცხვში იყო ტრამპის გამოსვლა ცნობილი. რაც ეხებოდა ზუსტად ჯანმრთელობას და ვაქცინებს. თქვენ თუ გახსოვთ, როგორც კი ტრამპი მოვიდა და დანიშნა კენედი, მაშინვე დაავალა კენედის მან, რომ ბოლო-ბოლო გაარკვიეო აუტიზმის მიზეზი რა არის და დამიტესო. მოგახსოვთ, ყველანი ველოდებოდით. ახლა რა მოხდა? კენედის დიდი ხანია აქ ამის მასალები, მეც მაქვს ამის მასალები და მით უმეტეს კენედი რომ მოვიდა გახსნა და არქივები და ამოიღო კიდე ის მასალები, რომლებიც იბლოკებოდა და არ ქვეყნდებოდა. ეს ყველაფერი კარგახანია ცნობილია, რომ პირდაპირ კავშირში არის აუტიზმი და აცრები. განსაკუთრებით აქ აცრებზე არის ლაპარაკი ორ აცრაზე. ერთი ეს არის B ჰეპატიტის აცრა, სამშობიაროში უკეთდება და მეორე ეს არის 1 წლის თავზე უკეთდება ბავშვებს წითელა წითურა, ბაყურა და იქ კიდე ჩუტყვავილა შედის ამერიკაში, ოტკოპენტენია. და ზუსტად როცა უნდა ეთქვათ, რომ აი ეს პირდაპირ კავშირშია, ნუ პირდაპირ ესე ტრამპმა ვერ თქვა, რომ ეს ერთ-ერთი მიზეზია აცრების და ამიტომ ეს აცრები უნდა გაკეთდეს სხვანაირად და შეიცვალა გრაფიკი ამ აცრებისა. ნახე რა გააკეთეს. ესე იგი, ჩვენთან ბავშვს რო იბადება, პირველ 12 საათის განმავლობაში უკეთდება B ჰეპატიტის აცრა. ანუ უზიანებენ ღვიძლს ფაქტიურად. და სხვადასხვა მინდა გითხრათ, რომ მე მქონდა მოხსენება ახლა ზაფხულში ექიმთა კონფერენციაზე, ყოველ წელს ვაკეთებ და ყოველ წელს ვაქცინებზე მაქვს ლაპარაკი უკვე რამდენი წელია. და მქონდა ჰეპატიტის აცრაზე და დაახლოებით 40-50 კაცი და დარბაზში აუდიტორიაში ვინც მისმენდა კონფერენციის წევრები, ექიმები, და მოაზროვნე კარგი ექიმები. აღმოჩნდა, რომ არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ სამშობიაროში კეთდება B ჰეპატიტის აცრა. არა ეს კეთდება, მე მგონი 2006 წლიდან. თუ კი არა, კიდევ უფრო ადრე, გასრავად, მეშლება. და არის როგორი ისა, არა, 2006-დან კეთდება პაპილომავირუსიდან. აი მისი ნამერია და ეს კეთდება 90-იანი წლებიდან. 99 მე მგონი თუ 8. 99 უგაცრავად. ნუ ნიშნულობა არ აქვს ერთ წელიწადს. და ნახე რა ხდება, ბავშვი ახალდაბადებულია და 12 საათის განმავლობაში უკეთებენ B ჰეპატიტის აცრას, მერე BCG-ს და მერე კავიტამინი დაამატეს კიდე ახლა ხან. და აი ამ B ჰეპატიტის აცრის დამატების მერე კატასტროფულად მოიმატა აუტიზმის რაოდენობა. და არის კვლევები იმისი უამრავი, როგორც სტატისტიკური, ასევე სხვადასხვა ტიპის კვლევები, რომ ეს პირდაპირ მოქმედებს ტვინზე და აზიანებს ტვინს. ისევე როგორც ღვიძლს. და ეხლა ამერიკაში ეს ყოფილა 1 თვემდე, არა პირველი საათები, არამედ 1 თვემდე. ამ დროს არსებობს ოქროს კანონი პედიატრიაში, ნეონატოლოგიაში, რომ პირველი 28 დღე აქ უნდა დააკვირდა ბავშვის განვითარებას და მერე გააკეთო დასკვნა როგორ ვითარდება ის. და მერე დაიწყო უკვე რაღაცა ჩარევა, ან რაღაცა კორექცია. და ამერიკაში ახლა გადაიტანეს ეს 1 თვის ზევით, ის 1 თვემდე აღარ გაუკეთდებათ, ეს კენედის დამსახურებაა და ის ვაქცინა, რომელიც უკეთდებოდა 1 წლის თავზე ბავშვს, 1 წლიდან წლინახევამდე სხვადასხვანაირად არის ხოლმე და შეიცავს იქ 4 კომპონენტს. პირდაპირ თქვა, რომ ეს უნდა დაიშალოს აი ამ კომპონენტებად. ანუ ნახე როგორც ადრე იყო. აცრიან წითელას, მერე რაღაც პერიოდი გავა, მერე წითურას, რაღაც პერიოდი გავა, მერე უკვე ესე იგი ჩუტყვავილას და ესე შემდეგ. და ტრამპმა ესეთი რამეს თქვა და ხალხმა ვერ გაიგო რას თამბობს. ჯობია 4-5 ჯერ მოიყვანოთო ბავშვიო, ვიდრე ერთდროულად ჩაასხათ უამრავი შხამები ორგანიზმშიო. აი ზუსტად ამაზეა ლაპარაკი. ხო და ისე მეც რო გავაზიარე ეს, ბევრი კომენტარები იყო Facebook-ში, ხალხი არის უკმაყოფილო, რომ საერთოდ უნდა აიგრძალოს აცრები. არა საჭირო, აი უდიდურად რა საჭიროა, რომ 12 საათში ბავშვს. არა, ეგ აბსოლუტურად. აი მით უმეტეს რაც ღვიძლზე ცუდად მოქმედებს. ნახე როგორ გადაიტანეს ამათმა, რომ აი ეს B ჰეპატიტის აცრა გადაიტანეს 12 წლის ზევით, ისიც ნებაყოფლობით. და აქამდე ყველა ეს აცრები ამერიკაში იყო სავალდებულო. ჩვენთან ნებაყოფლობითია. კი, გაძალებენ ექიმები, სკოლაში, საბავშვო ბაღში, მაგრამ კანონით არის ეს ნებაყოფლობითი. და მშობელმა უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა. მაგრამ, ნახე,
როცა საუბარია იმაზე, რომ დაიშალოს რაც რამატყვა. ეს არ აიგრძალოს, არამედ დაიშალოს. ეს რაზე ლაპარაკი? რომ ვისაც უნდა სახელმწიფო ვალდებულია, რომ იმას მიაწოდოს ეს ვაქცინები. მე რა რომ მეწინააღმდეგე ვარ. ხო, ეხლა ვიღაცას უნდა. შენ გახსოვს, რომ კოვიდის დროს რა ხდებოდა? ირღვეოდა ჩვენი უფლება რითი? რომ ჩვენ გვაწვებოდნენ, ესე თქვა, გვაბულინგებდნენ და გვაიზოლებდნენ, უნდათ რომ ვეძულებიეთ, რომ გაგვეკეთებინა. ანუ ჩვენ არ გავიკეთეთ. არ გავიკეთეთ, მაგრამ ჩვენ რო ახლა ავგზავნოთ, ვისაც არ გვინდა აცრა, ავგზავნოთ აცრები. იმათი უფლებებიც ხო ირღვევა, იმას უნდა. კი, რა თქმა უნდა, ეს დაბალანსებული უნდა იყოს. უბრალოდ ცუდი რა არის, რომ მოსახლეობის პატარა ნაწილი არის თქვა გამოფხიზლებული და აგებს პასუხს იმაზე, რომ თუ არ გაიკეთა ეს აცრა, არ გაუკეთა ბავშვს, თვითონ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას. და იმ ხალხს, ვისაც უნდა, ისინი არიან აი პროპაგანდის ქვეშ მოხვედრილები, როცა ეთქი მეუბნება ან სკოლაში ან ვიღაც ანერგთანი, რომ თუ არ გაიკეთებ, მოკვდება ეს დაემართება აშენებს. მაგრამ ქალბატონთინა, ნახეთ რა არის, მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში, რომ ეს არის ინფორმაციის ნაკლებობა თვითონ საზოგადოებაში, იმიტომ რომ თუ დაუშვათ ჩვენ კარგად მივაწვდით ჩვენს მოსახლეობას ინფორმაციას, რომ არ გაიკეთებ დაუშვათ ესე, გაიკეთებ ესე, ხო? მაგალითად, მაგრამ უფრო უპრიანი იქნებოდა, რომ დაუშვათ ჩვენ ან გამოსულიყო დაუშვათ სპეციალისტი, ან ექიმი, ან პედიატრი ესაუბრა ამ თემაზე და ეთქვა, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს ეს და ეს დაავადებები. რა თქმა უნდა, ნუ ხო, მაგრამ იყოს მე ნებაყოფლობითი, მე გამარკვიოს მან რა გვერდით მოვლენები შეიძლება ამას მოყვეს. მე გადავწყვეტ ვის გავიკეთო თუ არ გავიკეთო. კანონით როგორ გიწერია, რომ ას რა უნდა გაკეთეს, მხოლოდ ინფორმირებული თანხმობით, ანუ მშობელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია როგორ დადების ესე უარყოფითზე. აბა სადმე თუ ვინახია უარყოფითი. სადმე თუ უნახია ვინმეს, რომ ეთქვას, რომ 1-1-52 გართულება ეს არის, რომელიც წერია ოფიციალურად ბავშვის უეცარი გარდაცვალება. სადმე ვინახია? ან აი ბავშვები რომ აცრის მერე რამდენიმე დღეში უცებ ლოგინში პრევს პოულობენ. ვინმე გეუბნება, რომ საათასი დაავადებები, რომელიც უკვე იჩენს თავს თინეიჯერობის ასაკში და ასე შემდეგ. თინეიჯერობა. იგივე ბავშვთა დიაბეტი. კი ბატონო, იგივე კრუნჩხვები, იგივე ეპილეფსია, უამრავი რაღაცა, სიმსივნეები. აი ხა დაიდო სტატისტიკა უამრავი, რომ ბავშვთა სიმსივნეების პირდაპირ კავშირშია იმ პატარა ბავშვების აცრებთან. კოვიდზე არ არის ლაპარაკი, ის ცალკე თემაა კიდე. აქ არის აცრებზე ზოგადად. და აი ესეთი ძრები არის ამერიკაში, მაგრამ ჩვენთან ეს არ შუქდება, არ იმჩნევენ. იმიტომ არ აწყობთ. იმიტომ ეს კაპიკები, ვისაც აი ეს დახარბებული და გაუმაზღარი ჩინოვნიკები ელოდებიან, აი ამაში ვართ გაყიდულები. ჯანმრთელობაზე თანხის აღება ზოგადად არანაირ მორალურ ფარგლებში არ ჩნდება, რომ ის რაც სიცოცხლეს ეხება, ამაზე რომ იცი რომ შენ შეიძლება რამოდენიმე ათასი ან მილიონი დაუშვათ ჩიბიში ჩაიდო, ეს ძალიან უხეშად ვთქვათ, როცა აქ ადამიანების და მით უმეტეს ბავშვების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დევს, ხო? მე მგონი ამაზე რძენის აქციელი არ არსებობს და აქ იღებენ ფულს იმაში, მაგრამ რომ ბავშვები მთელი თაობა გამოიყვანონ ავადმყოფი, ან ფსიქიურად დაავადებული, ან აუტისტი, ან ნევროტიკი, ან ქრონიკული რაღაცა სომატური დაავადებული, ხო? ეს აღარ არის უკვე დამალული ინფორმაცია, ხო? დეპოპულაცია რო უნდა და მართვადი საზოგადოების შექმნა. ეს არ არის ახალი. ეხლა ვინც ამას ვერ ხედავს კიდე, ნუ ან ყრუდა ბრმა არის, ან უბრალოდ გამორჩენა აქ იქიდან და იმიტომ არ იმჩნევს თორე. ამის არ დააბრუნდა. ქალბატონთინა, ძალიან ისეთი საინტერესო შეკითხვა გამიჩნდა. ნახეთ, იაკობ ლეშავ, მე მადლობა მინდა ვთქვა ამ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ ესეთი საინტერესო წიგნი გამოსცა და ეს ყველამ უნდა წაიკითხოს და ძალიან სიამოვნებით წავიკითხავდი და რა თქმა უნდა გავეცნობოდი, სად შეიძლება რომ მოსახლეობამ შეიძინოს ეს წიგნი. აი თუ იყიდება. როგორი პრობლემაა? ჯერ ერთი გამოვიდა სულ 300 ცალი. ნუ აქედან 100 ცალი უცებ დაარიგა. დარჩა რაღაც 200 ცალი პრეზენტაციაზე. ზოგი გაჩუქდა, ზოგი გაიყიდა. დარჩენილი არის სულ რაღაც 100-მდე 80 ცალი ალბათ. მაგრამ ნუ მე ვთხოვ რომ კიდე გამოესიმეთ, ყველას უნდა ქონდეს. მაგრამ მაღაზიებში ამ შეტანა არ უნდა ავტორს და რატომ? იმიტომ 15 ლარი დაადო ფასი, თითქმის თვითღირებულება გამოდის. და მაღაზიებმა იცი რამდენი მოთხოვეს? 60%.
დამატება და პლუს 500 ლარი წინასწარ უნდა შეუტანოს მაღაზიას რაღაც. ანუ მაშინ აზრი გაყიდო რა როგორი. ხო, ესე იგი რა ფასში უნდა გაიყიდოს და ხალხი ვეღარ იყიდეს. და მე იმიტომ დავწერე რომ ხალხთან მივიდესო. ამიტომ გადაწყდა ესე რომ ვისაც ინტერესი აქვს ხოლმე უგზავნიან მის პირადობას ამაზე ურიცხავენ თვითონ მას პირადად ამ 15 ლარს კაპიტლებია 15 ლარი უნდა შეუძლია და შემდეგ გამოაქვთ რუსთაველის 19-ში არის აი დავით ჭაბუკაშვილი იცი შენ ეს არის ქართველთა დიდი გაერთიანება მათ აიღეს იქ ოფისი და გადაწყვიტეს რომ დაეხმარონ ამ ადამიანს გავრცელებაში და ესე იგი ფულს ამას ურიცხავენ ავტორს იმიტომ არ უნდათ იმათ ფულთან ხალხი საქმე დაჭერა და იქიდან გამოაქვთ მერე მაგრამ ცოტა დარჩენილა მე დიდი იმედი მაქვს რომ უახლოეს დროს მეორე პარტიასაც გამოსცემს ძალიან კარგი იქნება რომ ეს ძალიან ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს და გაეცნოს თუ რა პრობლემებია ჯერ გავახსენდეს და ბევრმა მართლა არ იცის რა ხდებოდა ესეთი ნიუანსებია გახსენილი და ეხლა რა არის მე მაქვს ხოლმე როგორც ეს პაზლები რო არის ხო აი პაზლებს რომ დააწყო და ვაკეთებ მე რო უყურებ ამას მოვდივარ აი სასოწარკვეთილებამდე ვერ მისული ხანდახან იცი რა ხდება? შეგრძნება მაქვს ესეთი რომ ვიღაც რამოდენიმე უნამუსო გაუმაზღარმა ჩინოვნიკმა უბრალოდ გაყიდა მთელი ერის ჯანმრთელობა. ვიღაცას მიყიდა. აი ეს არის უბედურება. და ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არიან ჩვენი ბავშვები და რატო ახლა გეტყვება კა. ნახე იქ კენედიმ დააწესა ესეთი რამ რომ ვისაც უნდა ვაქცინის გაკეთება იმათ უნდა მივაწოდოთ რომ თუნდაც ხარისხიანი რო იყვესო. ამიტომ იფარმაკო ფირმებს მოთხოვა რომ თავიდან გააკეთონ კვლევები, კლინიკური კვლევები და დაამტკიცონ რომ უსაფრთხოა. ერთია სიტყვიერი ძახილი, მაგრამ ფაქტია რომ ზიანდებიან ხო ეს ბავშვები. ამიტომ მათ დააკისრა ვალდებულება ესეთი რომ კეთილინებეთ და დაგვიმტკიცეთ რომ არის უსაფრთხო. ეხლა ნახე ყველაზე idеალური ბაზა ამათი ამერიკის ევროპის და ანუ ყველას სასწელი ბაზა ეს იყო უკრაინა რომელიც ეხლა ამოვარდა ნაწილობრივ ყოველ შემთხვევაში და საქართველო. ნუ ერთ-ერთი რუსეთიც არის, მაგრამ რუსეთში ესე ვერ პარპაშობენ, მით უმეტეს ამერიკა, ხო? ამიტომ რჩებით ჩვენ პრაქტიკულად და ჩვენი ბავშვები. ეხლა შემოყრიან რა წითელად დროს მოხდა, როცა მოთხოვეს იგივე კენედიმ წითელად დროს 2019-ში თუ გახსოვთ პანიკას რო დადგა, ხო? მაგრამ არ გამოუვიდათ მაშინ. და მაშინ მოთხოვა კენედიმ საბუთები, რომ კვლევების ის წარმოადგინეო და უარი უთხრეს არ მისცეს და სასამართლოს ძალით გამოითხოვა. და აღმოჩნდა, რომ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ეხლა უკვე 35-ია წელი გასული, კვლევები ჩატარებული არ არის. რატო? იმიტომ რომ იმ ფირმებს ამერიკის პრეზიდენტის ბრძანებით აქვს მიცემული იმუნიტეტი. როგორც ეხლა ქონდა Pfizer-ს და სულ ყველას, ხო, იმუნიტეტი. ისინი რას ძირთავს? ისინი არ ისჯებიან. სულ რომ მოკვდეს ადამიანი, იმას ვერ უჩივლებს. და სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე. ამერიკაში ამისთვის არის კომპენსაციის ფონდი. თუ დაამტკიცე რომ აჩრამ დაგაზიანა, მილიონობით შეიძლება კომპენსაცია გამოთხოვოს სახელმწიფოს. ჩვენთან ვინ აღებს პასუხს? არავინ? ჩვენთან არავინ. ჩვენ კანონმდებლობაში ჩვენებმა კი აიღეს იმას მისცეს იმუნიტეტი Pfizer-ს, მაგრამ შენ თუ გახსოვს ჩვენ რომ გამოვითხოვეთ რამდენჯერმე შენს მონაწილეობდი ამაში, ხო? რომ გვაჩვენონ რა ხელშეკრულება იყო ესეთი. რა პასუხს ვიღებდით, რომ Pfizer-თან ხელშეკრულებას ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ ეს არის ფირმის კონფიდენციალური საიდუმლო. ზოგ პასუხში ეწერა კომერციული საიდუმლო. ჩვენ საიდუმლოებს არ ვითხოვდით ხელშეკრულების ტექსტს. საიდუმლო შეიძლება იყოს. ხო, დღემდე გასაიდუმლოებულია ის რა ხელშეკრულება და რა ვალდებულება ჰქონდათ. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ჩვენ მხრიდან ჩვენ ქვეყანას, ჩვენ სახელმწიფოს და მთავრობას, ჩვენ წინაშე, ხალხის წინაშე არავით არის პასუხისმგებლობა არ აუღია. რამდენია დაზარალებული? უამრავია გარშემო. ზოგი მკვდარი, ზოგი უესარი სიკვდილი, ზოგი ტრომბოზით, ზოგი ინსულტით, ზოგი მოულოდნელი ახალგაზრდები განსაკუთრებით
დაერქვა ახალგაზრდების მოულოდნელი გარდაცვალება. ძალიან გაახალგაზრდავდა სიკვდილი სამწუხაროდ. ხო, ამას პირდაპირ დიაგნოზი ახალგაზრდებს დიაბეტი, ეს ინსულტები მოსდით, ხა ეს არის სიკვდილი არიცი არიგებდნენ ძილში აღარ გაიგონა. ასენაზე დაერქვა. გავიგე კიდეც ცოტა ხნის უკან რომ ახალგაზრდა ბიჭი საწოლში იბოვეს. რამდენის გინდა? აღარ ვლაპარაკობ ახალგაზრდებზე. და ახალგაზრდების უეცარი სიკვდილი ჯანმო მაღიარა როგორც დიაგნოზი და დაწერეს რომ კი ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ რა შეა საქმე. გერმანელებმა დაწერეს მახსოვს რომ ძალიან ცხელოდა და ცივი წყალი დალია და იმიტომ მოკვდაო. ნუ აი ხო. ვიღაცა კიდე ეს გერმანელების იყო, ვიღაცამ შხაპი მიიღო გრილიო და იმიტომ მოკვდაო. ანუ ვითომ გულის თემას ხო, ახალგაზრდებს ახლა რა გავიწლეს. მაშინ ეგრეთ თუ გავითვალისწინებთ, წონაზეც უნდა ვისაუბროთ. ყველაფერზე მაშინ ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს, რომ ზედმეტი წონა, ზედმეტი ცხიმიც რაღაც არიან, რომ არაწუხებთ გული ესეთ ადამიანებს. გუშინდელი სასისკი შეჭამა. ან გუშხო. რა თქმა უნდა, ეს მარაზმი, რომელიც არ მთავრდება ჩვენს ქვეყანაში. მე რა მინდა გკითხოთ ქალბატონო თინა, აი რას აპირებს ჯანმო და რა გველოდება ახლა მაცრების ახალი პანდემიების შემთხვევაში? თუ როგორ მზად ვართ თუ არ ვართ კიდევ მზად? აი ნახე რა ხდება. რა მოლოდინები გვაქვს? ჩვენი ქვეყანა ემზადება, აშკარა ჩვენი ჯანდაცვა ემზადება და ძალიან შემაშფოთებელია ეს სიტუაცია რაც ხდება ჩვენთან. ჯერ ერთი ჩვენ რამდენჯერმე მიმართეთ კონფერენციას გქონდა ამ თემაზე, პეტიციას გავაკეთეთ ჯამოდან გამოსვლაზე. რეაგირება ნული, არ იმჩნევენ ამ თემას, ვითომ არ არსებობს. არც ერთი იგივე კენედისა ეს რეფორმებიდან არ გაშუქებულა არსად. ეს თუნდაც მაგალითი არის რომ მიბაძო, ხო? თუმცა ჩვენ რაღაცა ჯგუფი ადამიანების მოაზროვნე ხალხის და ექიმების განსაკუთრებით გავერთიანდით და შეუვერთით აი ამ ამერიკულ პროექტს და მივწერეთ მათ. და ისინი საქმის კურსში არიან, იმისი რა ხდება, უბრალოდ საქმის კურსში როგორ არიან. ითხოვე რომ მივწეროთ რა ხდება საქართველოში. ინფორმაცია. რა უნდა მივწერო? რომ ჩვენი მინისტრი სარჯველაძე ელოდება ჯანმოს დირექტორს და ჩაუზმაკაცსა და ჯანმოს საიდან შეუძვრეთ აღარ ვიცით? ეს მივწერო? ეს ხო გააფუჭებს მე ურთიერთობას საქართველოს და ამერიკას შორის, ხო? ამიტომ ჯერჯერობით თავს ვიკავებ. მაგრამ ეხლა არჩევნების მერე მე ძალიან ცუდი პროგნოზები მაქვს. იმიტომ რომ თუ კი ეხლა რაღაცას კიდე ერიდებიან, აი არჩევნების მერე ალბათ უკვე პირდაპირ თან სეზონი ემთხვევა ეხლა გრიპების. კი, უკვე დაიწყეს. უკვე ფხაკაძე გამოჩნდა რაღაცა ახალი სახელი დაარქვა იმას უკვე დაერქვა ახალ ვირუსს, რომელიც არის ვითომ ომიკრონის ახალი შვილიშვილი ესე ვთქვათ, ხო, ახალი შტამი. და უკვე არის ლაპარაკი ფხაკაძე ამბობს რომ იქ უკვე ევროპაში, ინგლისში განსაკუთრებით დაიწყეს აცრები და ჩვენ საწოდავებს არ აგვაქვს ეს ვაქცინა. ანუ მზადდება ხალხი რომ მოითხოვა რომ არის ვაქცინა მოგვეცი. ისე ვთქვათ ახალი აგორდა უკვე სკანდალებას იწყებენ ჯერ არც იწყებენ. ჯერ არც ალია, ჯერ არჩევნებია, ახლა შეხედავენ რა მოხდება. მაგრამ რა მოვიდრება რაშია, იცი რომ ერთი მხარეს ოპოზიციას არის მომხრე და შემომტანი, მთავრობას არის მომხრე. ჯანდაცვის მინისტრი ხო საერთოდ არის და არის, მაგრამ ნუ ის იურისტია და რაღაცებში ვერ ერკვევა. ამიტომ ყველა სპეციალობას დარგს ალბათ თავისი პროფესიონალი უნდა ხელმძღვანელობდეს. ცოტა გარკვეული, მაგრამ რაც არ უნდა კორუმპირებული იყოს სპეციალისტი თვითონ, ხო? მაინც რომ დაელაპარაკები ექიმს, უფრო გააგებინებ. ვიდრე იმას, ვინც გარტყმაში არ არის რა არის მედიცინა, ხო? და ახლა ადვოკატი მით უმეტეს, რომელიც იცავს იმას, ვინც ფულს გადაუხდის, ეს საერთოდ ნონსენსია, მე თუ მკითხავ, აი ესეთი სისტემის მართვაში. აი ახსენეთ თქვენ ახლა რომ ოპოზიციაცო და პოზიციაცო ფაქტიურად ერთი და იგივე საქმეს აკეთებენ. ვაქცინებთან. მაშინ მივდივართ იმ დასკვნამდე რომ აქ აი ამ თემაში იმდენად დიდი ფული ტრიალებს, რა თქმა უნდა, და იმდენად დიდი კორუფცია ეს ყველაფერი რომ რა თქმა უნდა, ამაზე მიდიან მხოლოდ აი ამის გამო. მაგრამ იცით რა მაინტერესებს? თვითონაც ხომ ყავთ ოჯახები, ყავთ შვილები, ხომ? აი თუ შეიძლება რომ დავუშვათ მე ვიყო ესეთ აფიორაში ჩართული და ვაკეთებდე დიდ ფულს. არა ინტერესებს. ხო. როგორ შემიძლია ჩემი შვილების ტოლა ბავშვებს მოვუწოდო ის მათ მშობლებს, რასაც მე არ გავუკეთებ ჩემს შვილებს, რომ მათ რა თქმა უნდა გავუკეთონ ეს აცრები, ხო? ნუ ისევ ადამიანობას უბრუნდებით, რომ ეს ყოველგვარ ადამიანურ ჩარჩოებს ცილდება.
მაგრამ მე მაინც მშობლებს მინდა მოუწოდო ძალიან ბევრ ახლობელს ველაპარაკები, რომლებიც მშობლები არიან, მეგობრებს, ვაცნობ, რა თქმა უნდა, თქვენს გვერდს შემოდიან, კითხულობენ, ინტერესდებიან, მირეკავენ და ამას წინათაც ძალიან ერთი ჩემი ძალიან პატივსაცემი და ესეთ მეგობარიც გავაფრთხილე და ახლობელი ადამიანი, რომელიც ჩემი შვილების მეგობარია, მისი შვილი და რაღაც გულის შემტკივა. ყოველთვის როცა ბავშვებზე გავიგებ ამას და მეც რაღაც ესე ვთქვათ ინფორმაციულად, რაც ნამდვილად ვიცი, ესე ვთქვათ დავაფიქრე და გადაწყვიტა ადამიანმა, რომ იცი რა, თავს შევიკავებო, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა უნდა გააკეთოს ეს. ეს ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ მე ვამბობ ამას, უბრალოდ მე რაც ვიცი ინფორმაცია და უტყუარი ინფორმაცია ვიცი და მით უმეტეს ძალიან გარკვეული ვარ ამ თემებში, თქვენი წყალობით მადლობა ამისათვის, როგორც ჩემ შვილებს რა თქმა უნდა არ ვცრი და ესე ვთქვათ საეჭვო ვაქცინებით არ გავავსებ მათ ორგანიზმს, ისე რა თქმა უნდა, სადაც მიმიწვდება ხელი და ჩემი შვილების მეგობრებიც, ჩემი შვილებივით არიან, მათაც რა თქმა უნდა შემიძლია რომ იგივე მოუწოდო და ვურჩიო, ხო? ეს ღვაში მაგა. რა თქმა უნდა, იყო სახელმწიფო პოლიტიკა დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება ჯამთელი თაობა გაიზარდოს. რისთვისაც მე ვიბრძვი ამდენი წელიწადია. კარგი ბატონებო, ჩემი არ გჯერათ, რომ ბგ ჰეპატიტი არასრად რამდენი წელი ამას გავყვირდა და საერთოდ არც ბეცეჟი არ არის, არც ერთი აცრა, რომელიც სამშობიაროში კეთება არ არის საჭირო. მე დანარჩენებზე თქვა თვითონ იფიქრეთ, მაგრამ ის შვილი, რომელიც ეხა დაიბადა, ეხა დაიწყო სუნთქვა ისწავლა და 12 საათში აცრა, მე მგონი ძალიან პირველი რა შვება? ბავშვი სუნთქვა სწავლობს, ხო? ფილტვები ახსნება. რა თქმა უნდა. მეორე წოვითი რეფლექსი, ანუ ჭამს, ხო, წოვს. ზემოწოვა თუ ხელოვნური ანიშნულობა იმას გადამუშავება ჭირდება. აი იმის გადამუშავებას რა ჭირდება? ფერმენტები. ფერმენტებს რა გამოყოფს ღვიძლი და შენ მაშინ ვეღვით სუზიან. ღვიძლთან ცოტა ღვიძლი და პანკრეასი. საფრთხო კი, ძალიან საფრთხილოა კი. ეხა წითელა წითურა მაინც ეს აპრობირებული იყო, ყოველთვის იყო ესაც რა და ეს ვაქცინები აღარ არის. ხო, ის აღარ არის. კი, აი ეს არის განსხვავება თორე. და არც იმუნიტეტი აღარ აქვს ეხლა ბავშვებს, რაც მაშინ ქონდა. ქალბატონთინა, იქეთკენ ხომ არ მივდივართ, როგორც ეს კოვიდის დროს იყო. რატომ იყო ეს ყველაფერი? ხო ძალიან კარგად ვიცით ახლა ჩვენ ორივემაც და მე მგონი საზოგადოების რაღაც ნაწილმაც ძალიან კარგად გაიგო ეს, რომ თავარი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ დედამიწაზე უნდა შემცირდეს ადამიანების რაოდენობა, უნდა შემცირდეს შობადობა, კი ბატონო, დემოგრაფია ეს პატარა ქვეყნებში, როგორც არის საქართველო და ასე შემდეგ, ეხლა არ ჩამოვყვები ყველას. კითხვა აღარ არის, ზედმეტია უკვე. კითხვა რატომ ხდება? აი ამიტომ ხდება სწორედ. სხვადასხვა ხერხით. კითხვა რაზე? ახლა გლობალიზაცია ხდება და აქ ვიღაც სხვა უცხოტომები შემოყავდა ჩვენების გადინებას ეწყობა ხელი და მთელ მსოფლიოში ხდება. ნახე ინგლისში რა ხდება, საფრანგეთში, იტალიაში. არაბიზაცია, მუსულმანიზაცია, ასე შემდეგ ხარ. ცალკე თემაა. თუმცა ერთი თემის ნაწილია, ხო? ხო და აი ხდება. მაგრამ ჩვენ უფრო გვეტყობა ქალბატონთინა, იმიტომ რომ ჩვენ მცირეერი ვართ. არა, ეს ჩვენ გვტკივართ. უკვე ძალიან გვეტყობა ეს სხვა ხალხი, მაგრამ ინგლისი ამხელა ხო იმასაც კი შეეთყო, წარმოიდგინეს. მაგრამ ის მე არ მტკივა, მე ჩემი მტკივა, რა თქმა უნდა, თორე. ხო და ეგ არის, რომ აი ეს არევა მიდის ყველაფრის, ხო? და მიდის რა, რომ მორჩილი იყოს ადამიანი. მორჩილი რო იყოს, უნდა იყოს ტოტალური კონტროლი. კონტროლი, ხო, ვისაც გაწყვიტავ, ვისაც არა, ვინც მოხდება, ვინც არა და უნდა აკონტროლო. აკონტროლო და გათიშე და იბატონე. ეხლა სხვა თემაში გადავდივარ და რა მინდა ახლა კიდევ თქვა, ეს არის ძალიან აქტუალური. აი რაც შეეხება ახლა სკოლაში წავიდნენ და ბაღებში ბავშვები ახლა სწავლა. ძალიან ბევრი ისევ მწერს, რომ სკოლებში თხოვენ აი ხელშეკრულებას, იმაზე ხელმოწერას და რა ვქნათ. მეგობრებო, ეს ხელშეკრულება ყოველ წელს რატო იმაშვება, ახლა რატო აახლებენ არ ვიცი, მაგრამ ეს არის მიზანდასახული და რატომ? იქ გახსოვთ თქვენ შარშან ჯერ კიდე როცა მოიტანეს ახალი ხელშეკრულებები, იქ ჩაიდო პუნქტი. განსაკუთრებული მითითება იყო, რომ სკოლის ბაზაზე ექიმისა და ექთნის დახმარების მეშვეობით აძლევ უფლებას, რომ შენ შვილს გაუწიონ პირველი დახმარება და ჩაუტარონ ინფექციური და გადამდები დაავადებების საპრევენციო ღონისძიებები. როგორც გაირკვა, ჯერ ერთი ხალხი ვერ მიხვდა, რომ აცრებზეა ლაპარაკი. ჯერ ერთი ბევრმა არ იცის, მით უმეტეს სოფლებში, რა არის სიტყვა პრევენცია. პრევენცია, მეგობრებო, ეს არის პროფილაქტიკა. და პროფილაქტიკა რაში გამომდინარეობს? რაში გამოიხატება? გადამდები
ან ეპიდემიური. ესე იგი, ეპიდემიებზე ლაპარაკი, ხო? ინფექციურ დაავადებებზე ლაპარაკი. რაში გამოიხატება ასრებში? ვაქცინაცია. ესე იგი, თქვენ აძლევთ უფლებას სკოლას, რომ თქვენი ნებართვის გარეშე, რაც არის კონსტიტუციის დარღვევა და თქვენი უფლების დარღვევა და თქვენ რო არ უჩივლოთ შემდგომში, ამიტომ აი აქ მიდის ესეთი მოტყუები თქვენი უფლების მოპოვება. რომ თქვენ გარეშე სკოლაში მივიდნენ და გაუკეთონ ასრები. რას გაუკეთებენ, რას არ გაუკეთებენ, ამას თქვენ ვერც გაიგებთ, გეტყვიან ან სიმართლეს ან არა, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამაში კარგი არაფერი არ არის. და ხელს გაწერინებენ ამ ხელს გაწერინებენ აი ამ ხელშეკრულებას. როდესაც მე ეს გავაპროტესტებ, მე თავიდან ეწერა პუნქტება და იყო მერვე პუნქტი. და ხალხმა აიტაცა მერვე პუნქტი და ბევრი უყურებდა პირდაპირ. მერე პუნქტების ნუმერაცია მოხსნეს. ტექსტი გააფართოვეს ცოტა და ბოლო ტექსტი რომ ნახე. იქ ისეა დაწერილი, მას რომ მიგზავნიან მეკითხებიან, რომ აი რამე ამაში არის და ვზივარ თვალებს ვითხრი ხოლმე იმითი. გამოდიდებლით, რომ აბა რამე არ გამეპაროს. აი მეს კი გამიჭირდა ნახვა, იმიტომ წერია, ესე იგი, აი ეს ფრაზა რო წერია, გააფართოვეს და ამატეს ოლიმპიური თამაშები და ოლიმპიადები და რაღაცები. რა შუაში ხა მათემატიკის ოლიმპიადაზე მიდის ბავშვი თუ თქვათ ოლიმპიურ თამაშებზე ხა მიდის სკოლელი, მაგრამ რა შუაში აქამდე მიდიოდნენ, დაწერდნენ თავის მათემატიკას, ან თქვათ რაღაც კონკურსში მიიღებდნენ მონაწილეობას, რა შუაში აქ ასრები გეკითხებით ერთი. არანაირად მე მგონი არაფერ კარგია. კიდევ ერთი მომენტი არის. აი გუშინ წინ მომივიდა კიდევ ერთი ისა, სადაც გამახვილებული 4-ნაირის არსებობს ხელმოწერის ბლანკები. სხვადასხვანაირია სხვადასხვაგან. მაგრამ ეს თითქმის ყველაში დევს, 3-ში დევს და ეხლა მომივიდა გამომიგზავნეს მე-4. სადაც ეს პუნქტი არ არის, მაგრამ გამახვილებული არის ყურადღება რაზე იცი? პერსონალური მონაცემების გადაცემაზე. ეს ყველგან დევს, ყველა ხელშეკრულებაში, მაგრამ ამაში განსაკუთრებით დევს. და წერია, რომ პერსონალური გადაცემის უფლებას აძლევს მესამე პირზე. ვინ არის მესამე პირი? რატო უნდა მისცე შენი შვილის პერსონალური მონაცემები სკოლამ ვიღაცა მესამე პირს? აი ხლა ნახე, პაზლები ხო მიდევს. და აქ პარალელურად ჯანმომ მოითხოვა ახალი ხელშეკრულება. ვიცით, ამაზე იყო ერთი ამბავი, ჩვენ ვაპროტესტებით, რომ არ მოეწერათ ხელი. რა თქმა უნდა, ჩვენები ყველაფერზე ხელს აწერენ, მაგრამ ის რას ითხოვს? იცი? ჯანმო ითხოვს პერსონალური მონაცემების გადაცემას და გენეტიკური მასალის. აი ნახეთ, ესე იგი, აქ ლაპარაკი არის მესამე პირზე. ეს მესამე პირი შეიძლება იყოს შენ, შეიძლება იყოს ჯანმო, შეიძლება იყოს ვიღაცა, არ ვიცი, რუსეთი, არ ვიცი, ნუ ვიღაცა, ჩინეთი. არ სახელდება კონკრეტულად. არა, მესამე პირზე წერია შენ ხელშეკრულებაში და ის რომ გადასცემს და თქვა არ მოგეწონა რატომ მიეცი ჯანმოს, რატომ მიეცი ჩინეთს, ის გეტყვის, აი, შენ გიწერია მესამე პირზე მომეცი უფლება და შენ ხო არ გითხრია რომ ჩინეთზე არ გადასცე ან ჯანმოზე. მივხვდი, აი ეს ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს მე მივყევა რიხამდე რომ გლობალისტები კი არა და გარედან კი არა, შიგვიზიან. აი ეს მამები ამ ყველაფრის. აქ ჯანმრთელობის სამინისტრო და ის რა ქვია, განათლების სამინისტრო ტოლფასა დამნაშავეები არიან და ემზადებიან დიდი დანაშაულისთვის და მეცას გეტყვი ახლა. ჯერ კიდე შარშან ჭერდახევრის წინ მოგვივიდა ინფორმაცია ჩვენ აჭარიდან. იქ არის ერთი სოფელი დაგვა, რომელშიც ცხოვრობენ ქრისტიანები, ბერძნები, ქრისტიანები და ამ თავიანთი ეკლესია. და მე ხასტვილა არ უსმენ მას აჭარის შუაგულში არის ესეთი სოფელი, ხო? იქ არის ორი სკოლა, რომელშიც მივიდნენ და გადაცრეს მე-9-10 კლასელები, რაზე პაპილომა ვირუსზე. პაპილომა ვირუსი რა არის? კიბოს აჩერებს არა, კიბოიანს ემატებად, კიბო ამაზე აცრილებს 57%. დაემართა, ეს უკვე სტატისტიკა არის წლების შემდეგ, 2006-ში რო აცრეს, იმათი სტატისტიკა არის. და ძალიან კარგად იციან და ახლა მასიურად ბიჭებსაც უკეთებენ. იმ სკოლაში რომ გაკეთა და ეს გავაპროტესტე და ეს არის სიცხლის სამართლის დანაშაული და გავაფრთხილეთ ისინი, რომ არ მოიმოქმედოთ, არ ქნათ ესეთი რამე. გავაფრთხილეთ აჭარის მთავრობა. ეხლა ამის მერე კახეთში იყო ერთ სოფელში, კახეთში მეორე სოფელში არ მინდა ახლა დავასახელო და ეხლა მიადგენ გურიას. გურულები ძალიან აქტიურები არიან საერთოდ, ხო, გენეტიკურად. ხო, და მათი გამრავლება უფრო საშიში არის ვიდრე სხვების. ნახე აჭარაში ქრისტიანები და ეხლა გურიაში. და აი ერთი კვირის წინ მიადგნენ სკოლას
და აუკეთეს ბავშვებს აცრები, ხო? რა აცრები არ ამბობენ. რაღაცაზე აცრებს. ანუ ეს მეგობრებო სისხლის სამართლის დანაშაული. თქვენ შეგიძლიათ შეგიძლიათ უნდა იჩივლოთ რაღაცაზე. თქვენ თვითონ თუ არ გაუფრთხილდებით თქვენ შვილებს, ის რომ მე მასვით ინფორმაციას მე ვერაფერს ვერ ვიზამ, იმიტომ რომ ჩვენ ვწერთ, ჩვენ წერილებს ვწერთ, ჩვენ რაღაც დოკუმენტებს ვმზადებთ, ტელევიზიით ვლაპარაკობთ, მაგრამ ჩვენ არ აგვაქვს ის ძალა. ძალა არის ხალხში. და ამათ მარტო ხალხის ეშინიათ და არა ერთეულების. და ჩვენ თუ ბევრს ვილაპარაკებთ, ბოლო-ბოლო ყველას გადაგვიჭერენ. ისედაც ბევრმა უკან დაიხია. ვინც იყვნენ ჩვენი თანამოაზრეები, რჩებიან თანამოაზრეებად, მაგრამ უკვე საუბრის ეშინიათ. იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ვახსოვთ, მაინც რა აზრი აქვს, ყველა საფრთხეში ვთქვათ. რა აზრი აქვს? მაინც ვერაფერს ვერ ვახსოვთ. მესმის კი. შენ კენედის რა გაუკეთეს? აი ვიღაცა წერდა Facebook-ში გუშინ სწორედ რომ აიო კენედიო როგორ დადის ესე თავისუფლად, როცა ესეთ გაცხადებებს აკეთებსო. ალბათო შეკრულიაო. კენედის სენატში ითხოვენ მის გადადგომას, გადაყენებას. ესე იგი CDC დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხალხი სულ ახსნა. FDA რომელიც აძლევდა ლიცენზიებს და ნებართვებს, სულ ახსნა, სულ დასვალა ხალხი, ხო? და ისეთი ჯგუფი ყავს, რომელიც აი ამ ყველაფერს ასეც მეწეღარზე აკანონებს, ამაზე მუშაობენ და ეს კაცი ამბობს და აცხადებენ, რომ ჩვენ სოფლიოსაც არ მივატოვებთ, მარტო ამერიკაში კი არ, მთელ სოფლიოს მივხედავთ ამ კუთხით და მოდით გავერთიანდეთ. აი ამ კაცს გარდა იმისა, რომ ახლა ბრძოლები აქვს, წარმოიდგინე ვის დაეტაკა, ხო? იმ დაწყებული ჩიმტრეილერებიდან, რომლებიც უკვე აირძალა რამდენიმე შტატმა მიიღო ეს და დამთავრებული ვაქცინები და უამრავი. ეხლა კიდე სიახლეა რამდენიმე თვის წინ გამოცა ბრძანება, რომ საკვებიდან ამოიღონ საერთოდ ეს ხელოვნური საღებავები, პირველ რიგში ბავშვთა საკვებიდან და გამფერვიდან ძალიან ბევრია. და უკვე შევიდა რამდენიმე შტატში ეს ძალაში და კიდევ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ. ხო და კენედი დავამთავრებ, ნახე რა მოხდა. როცა უნდა გაეკეთებია ეს ბომბი განცხადება, რომ აუტიზმი პირდაპირ კავშირში არის ვაქცინებთან. 3 დღით ადრე თვითონ ჩაუდეს ბომბები სახლთან. და მის სახლთან ნაპოვნი ბომბები ესე დროზე გაირკვა რაღაცა და განაღმეს რა სახით იყო როცა ნაღმების სახით ალბათ. განაღმეს კი. ხო და გაუბენ მესახნეს განეიტრალეს. მეტი რაღა უნდა ებრძოლონ, მაგრამ ეს კაცი არის თავგადადებული, მთელი ცხოვრება ამას ებრძვის ყველაფერს. და შეხედეთ, თუნდაც აი როგორაცვია ბილ გეიტს და როგორაცვია კენედის. აი თუნდაც დასაწყისზე მიხვდები, რომ ეს არ არის ფულზე დახარბებული და მდიდარი და ესეთი ადამიანი და სიმდიდრეზე დახარბებული. ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, მართლა ძალიან დიდ საქმეს. სოფლიო მასშტაბით აკეთებს და დღეს კი არ დაუწყება, ხა თუნდაც აქ უფრო მეტი. რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა უფრო მეტად უკვე რა შესაძლებლობა მიეცა უფრო მეტად ცდილობს. და ტრამპი უჭერს მხარს ჯერჯერობით, ის როდის გადაიფიქრებს, ტრამპი ცოტა მერღევი კაცია. როდის რა იქნება არ ვიცი. არ გადაიფიქრებს, მე მგონი ტრამპიც მაინც არის ჯერჯერობით აქეთ არის და დიდი იმედი მაქვს, მაგრამ ხა იმათაც არ ძინავთ მეორე მხარეს. ეგეც ის არის. ხო და კიდე რა მითქვა მე თქვა აი ძალიან გთხოვთ მეგობრებო, იგივე ხელშეკრულებები იქნება, იგივე სამშობიაროში შედიხართ, პირდაპირ გააფრთხილეთ. მე ანიც ვისთანაც მშობიარობთ ისიც პედიატრები, მთავარი ექიმი, სულ ყველა და უთხრეთ რომ არავითარი აცრა არ გაუკეთო ჩემს შვილს. თუ გაუკეთებ გიჩივლებთ ხო? თქვენ გაქვთ ამის უფლება. თავარია თუ გააკეთებენ ამას და გაიგონებენ ადამიანს სწორედ. იგონებენ თუ ეშინიათ. იგონებენ თუ კანონით მათ არ აქვთ უფლება შენი აი დედამ რო გააჩინა ბავშვი კანონით უნდა იყოს ხელმოწერილი თანხმობა. რა თქმა უნდა. ვისაც ერინება ხელს. ყველა არღვევს კანონს ნებისმიერი სამშობიარო რომ ეს არის აუცილებელი, ეს გეუბნებია, ხო. მაგრამ ჩვენ რა ვიცით, როდესაც ბავშვი გაყავთ იქ ეს გააკეთებენ. უნდა ჩანაწერი უნდა გააკეთონ და უნდა გამოგატანონ სამშობიარო და რომ აცრილია. იმიტომ შემდგომისთვის პოლიკლინიკაში უნდა წარადგინოს. ანუ რომ აუცრელია. ამიტომ მაგას ვერ დაგიბალავენ. ეხლა თუ ესე გადაისახნეს თავი და მაინდა-მაინც დაღუპა უნდათ ამ ბავშვიდან, ამაში იღებენ ფულს რომ მაინც გაუკეთონ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მაგამდე არ არის მე მგონი მისული ჯერჯერობით საქმე, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ღმერთის წინაშე ყველა აგებს პასუხს, როგორ არის შინიათ მე არ ვიცი. ყველაზე დიდი და პაპილომა ვირუსის აცრაზე და ბ ჰეპატიტზე არის უფრო მეტი ბონუსები ვიდრე ყველა სხვა აცრაზე და ძალიან ბევრი ხალხი ყავს ჩართული ამაში. არა მარტო პედიატრები და არა მარტო მათი თანამშრომლები პოლიკლინიკების, ისე მოსახლეობა. შენ რა გონია რომ გამოდიან და დარბიან
აბა და იმაში ჯანმოს ახალ კანონებში იცი რა წერია, რომ ჯანმოს ეძლევა უფლებები, რომ ფაქტობრივად რაც უნდა ის გააკეთოს. აქ უნდა შექმნას მან ჯანმო ქმნის ხო აქ თავის წარმომადგენლობა. კიდე ქმნის ესე იგი თავისას უკვე ჯანმოს დირექტორი თვითონ თავისი ხალხით აკომპლექტებს და სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ სახელმწიფომ დააფინანსოს ეს მისი ხალხი. უზრუნველყოს ტრანსპორტით და ხელმისაწვდომი მიიღოს მისთვის ვაქცინაციისთვის საჭირო უბრალოდ ეპიდემიასთან ბრძოლის ყველა საშუალება. აქ რაზეა ლაპარაკი? პირველ რიგში ტესტებზე ალბათ, ხო? რო იარონ სოფლებში, რაიონებში და სავარაუდოდ თვითონ ვაქცინებზე. მაგრამ ეს პირდაპირ არ წერია, აი ესე წერია. და კიდევ ერთი უწერიათ, რომ გამარტივებული უნდა გახდეს შემოტანა არა მარტო პარასამკურნალო ნივთიერებების, რაც საჭირო არის, საშუალებების, რაც საჭირო არის ეპიდემიასთან ბრძოლისთვის, არა, მათ შორის ჩაამატეს ერენისა გენეტიკურად უჯრედის თერაპიისათვის და გენეტიკური მანიპულაციების საჭირო საშუალებები. ანუ RNA DNA ვაქცინებზე ლაპარაკი. ანუ ბიოლოგიური არახსა, რომელიც აღარც უნდა შემოწმდეს, აქამდე არ მოწმებოდა ჩვენთან, მაგრამ ნუ მაინც რაღაცა ის იქნებოდა შენი გენეტიკური ან შენი შვილის გენეტიკური, ესე ვთქვათ, ინფორმაცია. რატო უნდა ჩაუვარდეს ხელში საერთოდ უცხო ადამიანებს, რომლებმაც რა იცი რაში გამოიყენებენ, მით უმეტეს ახლა ძალიან კარგად ვიცით, სადამდე წავიდა მედიცინა, უკვე რა მასშტაბებშია და საერთოდ რას აკეთებენ ლამისაა და რასაც უნდა იმას აკეთებენ. კი, და ისიც კი გავიგე, რომ ახლა აპირებენ ხელოვნური საშვილოსნოს გამოგონებას, რომელიც თავისუფლად შეუძლია, ვისაც არ აქვს საშვილოსნო, გაუკეთდეს მას ეს ოპერაცია და რაღაც რამოდენიმე ხნის შემდეგ მე მგონი წელი მაინც უნდა იყოს გასული, რომ შეიძლება ბავშვი გააჩინოს. ნუ სადაც აქამდე მივდივართ, ხო? ნუ ძალიან ვითარდება ყველაფერი და კარგია რომ ვითარდება. აი ესეთი რაღაცები კარგია, რომ დაუშვათ რაც ადამიანს არ აქვს ორგანო რაღაც ესეთი, მაგრამ აი ის რომ შენი შვილის გენეტიკური ინფორმაცია მივიდეს, ჩავარდეს აი ესეთი, ესე ვთქვათ, ვეშაპების ხელში, რომლებმაც შეიძლება დაუპოს მომავალი თაობა, მე ვფიქრობ, რომ აქ მშობლები და დედები უნდა ვიყოთ ყოველთვის ყურადღებით. რომ თქვენ თქმის არ იყოს მარტო თქვენაირი ადამიანები, რომლებიც ბრძოლობენ ამის შესახებ და აი ამის წინააღმდეგ, მარტო თქვენ არა, თუ ჩვენც, რა თქმა უნდა, გვერდით არ დაგიდექით, ხო? ეს ყველაფერი ინფორმაციულად არის ძალიან კარგი, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია ინფორმაციის მოწოდება შეგვიძლია. დანარჩენი უკვე საზოგადოება ვერ ჩამოვალებდა ეს საზოგადოება ჩვენთან, ესეთი სამოქალაქო, რომელიც იბრძვის. აი ერთეულები ცალ-ცალკე იყვნენ, მე მგონი ის აღარ არიან უკვე. მოიფანტენ და ისე რა აი ეს გენეტიკური მასე რო არის ლაპარაკი, მე ბევრჯერ მიფიქრე ამ თემაზე. ნახე, მაგრამ რუსეთი რას აკეთებდა? ნახევარი რუსეთი ქართველების შვილები არიან. ქართველი კაცები ჩადიოდნენ, გულაობდნენ, მით უმეტეს ახლა მარტო იმასე დედაქალაქებზე არა, მაგრამ დიდ ქალაქებზე ლაპარაკი. აი მიყრუებული მეებში რომ მოიკითხო. ის ქალები აქ ჩამოდიოდნენ ზღვაზე და კარგი ის იყო, ბარტერი იყო. ჩვენი გენი გადიოდა. მაგრამ აუმჯობესებდნენ იმგენს, ხო? ის ირანი იყო თუ სპარსელი იყო თუ ვიღაცა იყო, რომ მიყავდა ქართველი ქალები, რისთვის მიყავდა? რა თქმა უნდა, გენისტვის. იმის ხო, მოხუცების მოსავლელად არ მიყავდა. მიყავდათ გენის და ის იყო ხოლმე, ხო? ერთ-ერთი ისეთი შვილი, ხო? ანუ გენის გასაუმჯობესებლად. ეხლა ნახე რა ხდება გლობალიზაციამ რა ხნა. სოფლიოს იფრობს ქართული გენი ერთი მხრივ, ხო? ბიჭები ძალიან ბევრი ქორწინდებიან მულატებზე, რანგებზე, სხვა ერის წარმომადგენლებზე უბრალოდ. აი რუსებთან და სლავებთან ძალიან კარგად მიდიოდა ეს გენური შეთავსება, იცი? უფრო ჯიშიანების გამოდიოდნენ თითქოს, ჭკვიანების. აი ყაზახებთან, შუაზიელებთან იშვიათი იყო, მაგრამ წარუმატებელი საკმაოდ. აი რაც კი მინახია თქვა შამომავლები. ეხლა მე შევამჩნი ერთი რამე, ეს ჩემი პირადი დაკვირვებაა და რომ გაუზიარი უცხოეთში ჩემ კოლეგებს, ხა ვინც ესევე ჩემს ავტოლაფი დაინტერესებულია, ისინი დამეთანხმენ, რომ მათაც აღმოაჩინეს ეს მომენტი, რომ ზოგიერთ ერებს შორის დაკონტაქტება, ესეთი ფიზიკური დაკონტაქტება, გულისხმობ, გენეტიკური დაკონტაქტება, დანათესავება არის წარუმატებელი, ზოგთან წარმატებული.
და მე დავაკვირდი ქართველები ვინც არიან განსაკუთრებით ბიჭები ვინ წავიდნენ და მოიყვანეს მულატები ან კვარდერონები ანუ ზანგები რაღაც ბავშვები ვერ აღავთ ისეთები ძალიან დიდი ალბათ ეს რაოდენობით არიან ცოტა ჩამორჩენილები ანუ აუტისტურ სპექტრში თუმცა იხეუნებიან რომ თუ 4 წლამდე არ ლაპარაკობს და 5 წლამდე არაფერი საშიში არ არის და ესე შემდეგ მაგრამ ეხლა საქართველოში ბავშვი არ ლაპარაკობდა 5 წლამდე მაგაზე ანეკდოტი იყო აქამდე ხაშლამას მარილი არ აკლდა ხო ეს კახელების ის რო ხონდები ეს იყო რაღაცა გამონაკლისი რომელიც იყო 1000-ში რამდენი 1001 კი მოკლედ სამწუხაროდ ხო ჩვენი თემა თემა რა თქმა უნდა ამოუწურავდა ძალიან საინტერესოა ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელი გადაცემისთვის და ეს წიგნი აუცილებლად რეკლამა გავაკეთო ესე ვთქვათ მეგობრებო ეს არის წიგნი რომელსაც ძალიან ბევრი ამას გაიგებდა ის კი რომ წაიკითხოთ ყველა ოჯახში უნდა იდოს ეს წიგნი კი ისეთი რაღაცებია წარმოუდგენელ რაღაცეებში გავყავით თავი კაცობრიობამ დაუჯერებელი მაგრამ ყველაფერი არის აბსოლუტურად ლოგიკურად შეგროვებული. მაინც შევთანხმდეთ იმაზე, რომ ინფორმაცია იმდენად მნიშვნელოვანია, რომელიც ჩვენს მაყურებელს, ესე ვთქვათ, ვაცნობებთ და ვაჟღერებთ ჩვენს გადაცემებში, რომ მე ვფიქრობ, ამ ინფორმაციას ძალიან დიდი საქმის გაკეთება შეუძლია. მაგრამ მე ერთი რამე მინდა დავამატო. აი ეს გლობალისტები როგორც ოლიმპიადის დროს გვაჩვენეს ჩვენ ყველაფერი მთელი მოდელი პანდემიის, მაგრამ მაშინ ვერ მივხვდით, ხო? ესევე გვეუბნებიან ყველაფერს წინასწარ. ეს არის მაგათი შავი მაგიის კანონი, რომ აუცილებლად უნდა თქვა. რამას გაგება უნდა? რა თქმა უნდა, უნდა გავიგოთ ეს ყველა. იმიტომ რომ პაზლები და ესე რომ ვაწყობ და გაბზადებულს გასწრით ხალხნო. აი ამ წიგნს თუ აიღებ და წაიკითხავთ, დარწმუნდებით რომ ყველაფერი, რასაც მე და ჩემი რამდენიმე კოლეგა ვამბობთ, ერთ-ერთთან იყო მართალი. ჩვენ დაწერილი არ არის, სხვისი დაწერილია, გააზრებული, საოცარ მასალებზე დაყრდნობით. და ძალიან თხოვთ დავიჯერეთ. ბატონი იაკობ ლეჟავა. ძალიან დიდი მადლობა ისევ ბატონი იაკობს არ შემიძლია თქვა და ესეთი ინფორმაციებისათვის ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ჩვენს მაყურებელს, ყოველთვის გვიყურებს და ინტერესდება ჩვენი გადაცემებით. ჩვენ კი რა თქმა უნდა ყოველ კვირას შევხვდებით ერთმანეთს საღამოს 8 საათზე. ჩემს ავტორო გადაცემაში სტუმრად მაკა ბრეგაძესთან. დღეს ჩემი სტუმარი გახლდათ ქალბატონი თინათინ ტოფურია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მაკა მოწვევისთვის. გაიხარეთ. დროებით კარგად წამდებოდეთ.